ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის ხსენებას 26 იანვარს, ხოლო ახალი სტილით 8 თებერვალს აღნიშნავენ. დავითი მეფობდა საქართველოში მე-11 საუკუნეში. თავისი ბავშვობის დროს დავითი გახდა მოწამე და მხილველი საქართველოს უბედურებისა. იგი იყო მეტად ღვთისმოყვარე, გვირგვინოსანი, აშენებდა ეკლესიებს, ხშირად დადიოდა წირვა-ლოცვაზე და მის მოწყალებას საზღვარი არ ჰქონდა. დავითმა მღვდელი გაათავისუფლა მონობისაგან, მიანიჭა დამოუკიდებლობა და უფლება ეპისკოპოსად კურთხევისა. განიკვეთნენ უღირსი სასულიერო პირები და მათ ადგილას ღირსეულები დადგნენ. დავითი ყველას ხიბლავდა თავისი კაცთმოყვარეობით, შესისლ ხორცებული ჰქონდა სახარების სწავლა, გამსჭვალული იყო მოყვასის გულწრფელი და მხურვალე სიყვარულით. მუდამ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნავდა და საკუთარი თავი დავიწყებული ჰქონდა. ამასთან მეტად უყვარდა ღვთისმსახურება. ამის გამო დავითი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდათა თანა შერაცხა. დავითი დაკრძალულია გელათის მონასტერში, რომელიც თვითონვე ააგო ქალაქ ქუთაისის ახლოს. ამ დღესთან დაკავშირებით მარნეულის წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში რუსთავის მიტროპოლიტმა მეუფე იოანე მსაზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. მან დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს ეს ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ჩვენი ეკლესიის დიდ დღესასწაულს, ცენებას მისაკეთ სახლის მეფისა დავით აღმაშენებელისა. ყველა ქართველმა იცის ღვაწლი მეფე დავითისა, მისი დამსახურება, მაგრამ ყველა ამას და უმრავლესობა ასწავლის წარსულში მომხდარ ისტორიულ ფაქტს, რომ ეკლესია წარსულით არ ცხოვრობს. ეკლესია ცხოვრობს აწმყოში მომავლისათვის, მოძღვრებისათვის. ამიტომ ჩვენთვის ხსენება მეფეთა დავითისა მარტო წარსული არ არის, არამედ წარსული აწმყოში ჩვენთვის არის გაკვეთილი მაგალითი და ჩვენი მასწავლებელი. რა უნდა ვისაუბროთ ჩვენ მეფე დავითისგან? დღეს რა არის ჩვენი გასაკეთებელი, რომ საქართველოს მთლიანი, ძლიერი, დამოუკიდებელი. ეს უნდა ვისაუბროთ ჩვენ მეფე დავითისგან, როგორ მიაღწია მან, რომ 400 წლის მანძილზე დაპყრობილი არაბების მიერ თბილისი გაათავისუფლა. როგორ მოიპო მან ძლევაის საკვირველი დიდგორის ბრძოლაში, როგორ დაამტკიცა სამართალი ქვეყანაზე და გააერთიანა, გაამთლიანა და თავათა ურჩობა და წინააღმდეგობა მშვიდობით დაძლია. ყოველი ამის საწინდარი იყო მისი დიდი რწმენა ღვთისადმი, სიყვარული ღვთისადმი. ეს არის პირველი და მთავარი გაკვეთილი ჩვენთვის. და ის არ ვიწყდა ლოცვას, როგორც გადმოცემით ვიცით, ყოველთვის თან ჰქონდა ფსალმუნი და კითხულობდა და მე დავითრება ჩვენივად იცოდა და მონაწილეობდა ღვთისმსახურებაში. არა მარტო ტიპიკონი იცოდა მსახურების და ლოცვას ასრულებდა, არამედ საღვთისმეტყველო განათლება ჰქონდა ისეთი, რომ შეეძლო პაექრობა სხვა სარწმუნო ქართველ ადამიანებთან, მოსმენა მათი აზრის, მათი შეხედულების და დამტკიცება მათთვის ჭეშმარიტების. მშვიდობით, არა ძალადობით, სიტყვით და პირადი მაგალითით. აი ეს გვართებს ჩვენ ვისწავლოთ მეფე დავითისგან. სიმშვიდე და სიმტკიცე სიმართლეში და წყალობაში. მეფე დავითმა დაგვიტოვა ჩვენ გალობანის სინანულის, ყველა ქართველს მოსმენილი აქვს, გაგონილი აქვს, საკითხული აქვს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება ჩვენ პირად ცხოვრებაში, რომ სიმდაბლე და სინანული არის საწინდარი სარწმუნოებაში წარმატების ზრდის ქრისტეში. რომ თუ არ აქვს განცდა ქრისტეს ცოდვათა, მაშინ არც სიმდაბლე გაგვაჩნია. თუ სიმდაბლე არ გაგვაჩნია, არც სიმაღლეს ვერ სიმაღლეს მივახდით ჩვენ. აი ეს არის მთავარი კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც მეფე დავითმა დაგვიტოვა ჩვენ და მინდობა უფლისადმი, ხო? როდესაც ამბობს, როდეს თვითონ დაეცემა დამდაბლება და სხვა შეუდგება სპანი, ანუ ჯარი, ლაშქარი, სხვის ხარჯზე გადავა, მაშინ უფალო შემიწყალე. და ჩვენ ვიცით, მაგალითად, როგორც მეფე დავით მეფსალმუნისა, როდესაც შვილი წინ აღუდგა, შეკრიბა ჯარი და მეფე ილტოდა იერუსალიმიდან და მარტო იყო და მცირე ამალით და მან
მაშინ სინანულის გამოხატა და დამდაბლების საშუალებას მისცა მას უფალმა, როდესაც მოუვლინა წინა მეფის საულის ერთი შორეული ნათესავის სემეი, რომელიც ლანძღავდა და აგინებდა დავითს. დავითს იარაღი ჰქონდა, გარშემო მთავარსარდლები იყვნენ მასთან შეიარაღებული და ის კაცი იყო უიარაღო. მაგრამ ბოროტად უხაროდა დავითის ეს მწუხარება, რომ ოჯახში მოხდა ესეთი უბედურება და ისარგებლა შემთხვევით, რომ ელანძღა დავითი და თუმცა ხედავ თავარმა უთხრა მეფეო მიბრძანი და თავს მოუკვეთავ ამ ძაღლს როგორ ბედავსო. დავითმა უპასუხა, არა, ასადე, ლანძღოს მე. ეგებ უფალმა გამოაგზავნა რომ ლანძღოს მე. და ეგებ მე რომ მოვისმინო მისი ლანძღვა, უფალმა მიხსნა შენი შვილის ხელისგან. და ბოლომდე მოისმინა ეს ლანძღვა და რომ დაიღალა ლანძღვა წავიდა ეს სემეი და მეფემ გააგზავნა გზა და უფალმა ძლევა მისცა მას. აი ეს მაგალითი სიმდაბლისა, ასევე დავით აღმაშენის იყო დამახასიათებელი, რომ ვერ იყავდა მას მოწინააღმდეგე, თვითონ ქართველთა შორისაც. მაგრამ როდესაც შეიპყრობდა ამ მოწინააღმდეგეს, პირველად გაუშვა წადი და გაანთავისუფლა, არ დასაჯა. მაგრამ დამშვიდი, მაგრამ როდესაც ისევ შფოთი დაიწყო მან და მეორეში იყო მერე უკვე იძულებული გახდა დავითი, რომ აღეკვეთა ეს განხეთქილებებში, რომ მიიღო შესაბამისი ზომები მის წინააღმდეგ, რომ აღარ გაგრძელებულიყო შფოთი და განხეთქილება ქვეყანაში. სანამ ქვეყანა და ერი არ გამთლიანდება, მანამდე ვერ იქნება ის დამოუკიდებელი და ვერ დაიმკვირებს ის თავის ქვეყანას. და ყოველთვის ერი სარგებლობს ჩვენი შინაგანი დაპირისპირები და ეს გაკვეთილი მოგცა დავითმა, რომ ჯერ შინაგან ერთობას მივახციოთ, ერთობას უფალთან მივახციოთ და მე უფალი მოგცეს ძლევა ის აკვირელსა, ის რომ თელსოფლიოს გაუკვირდება, კი არ გაეცინება, გაუკვირდება. ჩვენ ხო ვიცით ქართველებო, რომ ერთსაც ისეთ დღეს დავაყრიტო, დარსაც კი გაეცინებაო. ჩვენ ეს იცით, ჩვენ გვინდა ძლევა საკვირველი მშვიდობით, სიყვარულით, სიკეთით და ეს მაგალითი მოგწევა მეფე დავითმა. მე მინდა დღევანდელი დღე დავითობა მიულოცა მთლიან საქართველოს მართლმადიდებლებს. ძალიან კარგი დღეა, საქრისტიანო დღე არის და პირადად მე დავითი ვარ და ჩემ თავსაც მიულოცა დღევანდელ დღეზე სრულიად ყველა დავითებს, ვისაც დავითი ქვია. ღმერთი გფარავდეს მთლიან საქართველოს.